ჩაწერაც დაიწყო. დავიწყოთ მაშინ. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ დღეს გაგიზიარებთ ჩემ გამოცდილებას. მე ვარ სალომე კალანდაძე, ვარ ორგანული მებოსტნე გურიიდან და ეს ყველაფერი დაიწყო 4 წლის წინ და გაგიზიარებთ ახლა ამ ისტორიას. დავიბადე თბილისში, გავიზარდე, განათლებაც სკოლა დაუმთავრე თბილისში, შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში, მაგრამ რო ჩავაბარე, არ ვიცოდი ზუსტად რა პროფესია არჩეული არ მქონდა. და ალბათ უმეტეს ბავშვებს, ვინც სკოლას ამთავრებს, არ იციან, ვინ უნდათ რომ გამოვიდნენ და მე შესაბამისად არ ვიცოდი, ვინ მინდოდა გამოსულიყავი. სკოლაში დიდად ეხა რო გითხრათ, რომ კარგად ვსწავლობდით თქო, მოგატყუებთ. კარგად არ ვსწავლობდი, ზარმაცი ბავშვი ვიყავი. და ეს მერე ამან ბევრი რაღაცაზე იმოქმედა და სულ ვიძახდი რომ ეხა რო უკან დამაბრუნა, აუცილებლად ვისწავლიდი და დავაკლავდი თავს თქო, მაგრამ წარსულში ვერ ბრუნდებით. ჩავაბარე ტურიზმის მიმართულებით, დაამთავრე უნივერსიტეტი და შემდეგ დავიწყე მუშაობა სასტუმროებში, hospitality ბიზნესში და ვიყავი ადმინისტრატორი. ესე გრძელდებოდა ჩემი ცხოვრება, რუტინული სამსახური მქონდა და ამ წლების შემდეგ დაიწყო ყველასთვის ძალიან ცუდი ამბავი, პანდემია. დროებით დაიკეტა ჩემი სამსახური და დავრჩი უმშევარი სახლში, ჩემ ქმარსაც გაუჩერდა სამსახური, ის ფინანსისტია და აგრონომიული მიმართულებით მუშაობდა და რაღაც შეხება ჰქონდა ფერმერებთან და ესე რაღაც ერთობლივი კომუნიკაციით ჯერ ცოტა ხნით სოფელში წავედით სასვენებლად, ყველა მთელი ოჯახი ჩამოვედით გურიაში, დავიწყეთ რაღაც პატარა ეზო ჰქონდა და ამ ეზოში რაღაცების მოყვანა და ძალიან მოგვეწონა თვითონ ეს პროცესი, ისე გავერთეთ და ისე გესიამონა, რომ საერთოდ დაგვავიწყდა, რომ ლოკდაუნი იყო და ესეთი საშინელი ვირუსები იყო და მოკლედ ჩვენ რაღაც პატარა სამყაროში მოვექეცით და ძალიან მოგვეწონა ეს ყველაფერი, შემდეგ უკან დავბრუნდით, ვილაპარაკეთ, კარგად დავიგეგმეთ და დავბრუნდით სოფელში, რაღაც პატარა კაპიტალი ჰქონდა, რაღაც დანაზოგი ჰქონდა, სესხი ავიღეთ და შევიძინეთ ტრაქტორი. და გადავწყვიტეთ, რომ მოგვიყვანა სიმინდი. დავიწყეთ ამ სიმინდის მოყვანა, რომ ჯერ შევისწავლეთ რაღაც YouTube-ით, წიგნებით, რაღაცაებით და მოვიყვანეთ სიმინდი ძალიან კარგად. აი ჩვენ რეგიონში რო ვთქვათ 3 ტონა მოყავდათ ჰექტარზე, ჩვენ რაღაც 8 ტონა მოვიყვანეთ, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ თავარი არ ყოფილა, მოკლედ პროდუქტის ყველაზე ისეთი სიძნელე არ ყოფილა პროდუქტის მოყვანა. ყველაზე რთული მერე აღმოჩნდა, ვთქვათ, დაბინავება, აღება ამ პროდუქტის და გაყიდვა. როდესაც ვთქვათ, ესე პატარა მასშტაბზე გაქვს, ჩვენ 1 ჰექტარზე მოვიყვანეთ. მერე აღმოჩნდა, რომ კომბაინი ვერ შემოვიდა და მერე დაგვჭირდა მეტი ხალხი, რომ დაგვექირავებინა და მოკლედ მთელი რიგი პრობლემები გამოვიარეთ და თან ისე აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქტის მოყვანა საერთოდ არ იყო ღირებული. ანუ უფრო იაფად იყიდებოდა ბაზარზე, ვიდრე ჩვენ დაგვიჯდა ამის მოყვანა და მერე დავიწყეთ უკვე ფიქრი რა გაგვეკეთებინა. ამასობაში დავიწყე ვლოგი სოციალურ მედიაში, გავაკეთე Facebook-ი, გავაკეთე Instagram-ი და ვაზიარებდი აი ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას და იმ შრომას, რასაც წევდით. ესე დაგვიგროვდა ნახველები, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვერთა, ვინც თვალს გვადევნებდა და ჩვენც რაღაც мотиваცია მოგვეცა, რომ აი მოდი ახლა დავიწყოთ პოსტნეულის მოყვანა და შემდეგ ამ ხალხს მივაწოდოთ ეს პოსტნეული და ესეც მოხდა. დავიწყეთ ჯერ რაღაც პატარ-პატარა ვიდეოების ყურება, ჩვენ ახლა პრაქტიკოსები გამოვედით რა, ესე ცოდნა არ ქონია აგრარული და ესე ნელა-ნელა დავიწყეთ ამ ყველაფრის კეთება. შემდეგ რა ვქენით, ვიხსენებ.
გაიზარდა ეს ძალიან დიდი აუდიტორია შეგროვდა და აქაც ეს ბოსტნეული რომ მოვიყვანეთ მოვკრიფეთ მოკლედ და ჩავიტანეთ თბილისში და ისევ ისე აღმოჩნდა რომ ვერ გავყიდეთ რადგანაც აი ესე ჩატანილი ბიო პროდუქტი ვერ გავყიდეთ ქალაქში და მე დავიწყეთ ფიქრი რაში იყო პრობლემა და მივხვდით რომ აი მთავარი მართლა მოიყვანო არ არის რაღაცნაირად უნდა იცოდე მომხმარებელს რა პროდუქტი უნდა რა უნდა და შემდეგ მიაწოდო ეს ყველაფერი მე დავბრუნდით ისევ და დავიწყეთ ანალიზი ამ ყველაფრის რომ რა გამოგვესწორებინა და რა გაგვეკეთებინა გადავალ ანუ თანამედროვე სოფლის მეურნეობა უკვე არის ძალიან სხვანაირი ადრე რასაც აკეთებდნენ ჩვენი ბებია ბაბუები აი მათაც პრაქტიკული ცოდნა ჰქონდათ ხო ესე თეორია არსად არაფერი არ სწავლიათ და პრაქტიკოსები იყვნენ და ვთქვათ გავდნენ იღებდნენ ამ მოსავალს და თავისთვის იყენებდნენ და ეს ყველაფერი ეს მიდგომები თანდათან შეიცვალა შემოვიდა ეს თანამედროვე ტექნიკები შემოვიდა ეს ციფრული ტექნიკები და ყველა რაღაც აი ამ ყველაფერზე გადაერთო. ჩვენც ესე დავიწყეთ, რომ აი რაღაც დავჯექით, ვიფიქრეთ, რა პროდუქტი ჭირდებოდა მომხმარებელს, გამოვიკითხეთ სოციალური ქსელის მეშვეობით, აი ვკითხეთ, რა პროდუქტები გინდათ. ამიტომ გითხრეს მე რომ სტაფილო გვინდა, ვთქვათ, ბროკოლი გვინდა, ბავშვებს ამას ვაჭმევთ, ამას და ჩვენც დავიწყეთ აი ამ ბოსტნეულის მოყვანა. და ესე ჩამოყალიბდა ჩვენი და მომხმარებლების ურთიერთობა. ანუ დღეს ბაზრისთვის რაღაცნაირად უნდა მოემზადო რა, აი დღევანდელი ფერმერები რაღაცნაირად არიან გამართლებაზე. და აი ესე გამართლებაზე როცა ამდენს იშრომებ და ამდენს მოიყვან და ეს პროდუქტი მერე დაგრჩება ესე რომ აი ძალიან იაფად გიწევს რომ გაყიდო, ან ცოდო ხარ რა, კარგავ ამდენ შრომას, ამდენ ფულს კარგავ და მერე აი ეს ენთუზიაზმიც გეკარგება რომ რაღაცა აკეთო საერთოდ და ჩვენ ეს ყველაფერი რო აგვერიდებინა, გავაკეთეთ გადმოვიტანეთ ამერიკული მოდელი, ინგლისურად ქვია community supported agriculture და ეს ქართულად ითარგმნება საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა. და როგორ მუშაობთ, ახლა აგიხსნით. ესე იგი, სეზონის დასაწყისში ჩვენ ვაკეთებთ სარეგისტრაციო ბმულს და აი შემოგვიერთდა. ვაკეთებთ სარეგისტრაციო ბმულს და ვთავაზობთ მომხმარებელს ჩვენს ორგანულ სეზონურ ბოსტნეულს, რომ გამოიწერონ. და რას ნიშნავს ეს? ისინი წინასწარ გვირიცხავენ თანხას, რომ ჩვენ მათთვის ვაწარმოოთ ეს ბოსტნეული, ეს 8-9 ნაირსახეობის ბოსტნეული და შემდეგ, როდესაც მოსავალი მოვა, მივაწოდოთ ყოველ კვირა თბილისში. ისინი მხარდაჭერას გვიცხადებენ, ანუ ესე რადგან ჩვენ ვართ რაღაც მათი პირადი ფერმერები გამოდივართ, მხარდაჭერას გვიცხადებენ, იწერენ ჩვენ პროდუქტს და აი ეს რისკები, რაც სოფლის მეურნეობაში არის ყოველთვის, რაღაცნაირად ვიზიარებთ როგორც წარმატებას, ასევე წარუმატებლობასაც. და რაღაცნაირად ერთი საზოგადოება ჩამოყალიბდა და აი იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს შრომას, ჩვენს აქედან ვუზიარებთ აი რეალურად რა ხდება, როგორ ვრგავთ, როგორ ვთესავთ, როგორ მოყვავს და მოკლედ აი ამ პროცესში არის ყველა ჩართული. და ძალიან სასიამოვნოა ეს პროცესი. შემდეგ უშუალოდ, როდესაც მოსავალი მოვა, ვკრებთ ყოველ შაბათს და კვირას უკვე ამ მომხმარებლებთან მიგვაქვს. ყველას ვიცნობთ უმეტესობას, ვიცით, ვთქვათ, რა პროდუქტები სჭირდებათ და ამის ამ ყველაფრიდან გამომდინარე მოქმედებთ. ეს პროექტი გვეხმარება იმაში, რომ ვთქვათ, რომ მოვიყვანთ პროდუქტს, უკვე გაყიდულია და დანაკარგი არ გვაქვს. ძირითადად როდესაც მოყავთ პროდუქტები, სადღაც 40% ფუჭდება. ან დახლებზე ფუჭდება, ან ფერმაშივე ფუჭდება და მოკლედ აი ეს დანაკარგი ჩვენ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ზედმეტობით ვაწარმოებთ და ადგილზე ყიდით,
ფერმერული მარკეტივით გვაქვს ხოლმე კვირაობით თბილისში და იმ ზედმეტობას უკვე იქ ვყიდით და აი ყველა მითის რომ კვირას იმართება ბაზარი, რაღაც გავერთიანდით ეს ფერმერები, ვინც რაღაც ნატურალურ საწარმოებს და იქ მოდის მომხმარებელი. ამიტომ რაღაც აი ამ როგორ ვთქვა ბაზრის შესწავლა აუცილებელია რა, როდესაც რაღაცას იწყებ, აუცილებელია იცოდე რას აკეთებ, როგორ აკეთებ, რამდენს, ვისთვის და ასე შემდეგ. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. ეხლა უკვე დღეს არსებობს ესეთი ციფრული ტექნოლოგიები, როგორიც არის მაგალითად აპლიკაციები, ეს არის ერთი აგრიო, არის პლანტიქსი, სადაც შეგიძლია დაგეგმო შენი წარმოება, შეგიძლია კითხო, ვთქვათ რო არიცი, არ გაგცოდნა, ვთქვათ რა ჭირს შენ მცენარე, შეგიძლია ფოტო გადაუღო და გეტყვის, ვთქვათ რა დაავადება აქვს და როგორ მოიქცე. ასევე შეგიძლია რაღაც ჩანაწერები გააკეთო, როდის დათესე, რა დათესე, რამდენი დათესე და აი ეს შემდეგ ნათლად გაქვს რა ეს სურათი და იცი ყველაფერი და არ გაგეპარება არაფერი შეცდომა. და ადრე ვთქვათ ქაღალდებზე რო ვიწერდით და მე ამ კარგავდით ამ ქაღალდებს და რაღაცა, ეხლა ყველაფერი გაციფრულებულია და ეს არის ძალიან დიდი არ ვიცი, ბენეფიტი რა ჩვენთვის. ძალიან დასვენებულები ვართ რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ერთ სივრცეში გვაქვს გაერთიანებული ყველაფერი, ასევე ვიყენებთ, ვთქვათ, Google-შიც ვიყენებთ, Excel-ს ვიყენებთ, სადაც ვთქვათ, ბიუჯეტირება გვაქვს გაწერილი, ფარჯებს ვიწერთ, შემოსავლებს ვიწერთ და აი შემდეგ იმის ანალიზზე კიდე ვთანხმდებით, ვთქვათ, რა პროდუქტზე გავაკეთოთ აქცენტი, რა ჯობია, როგორ ჯობია და ასე შემდეგ. ყველაფერი ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაციფრულოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან აქტიურად ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, რადგან ჩვენ პრაქტიკოსი ფერმერები ვართ, ყველაფერი რა თქმა უნდა არ ვიცით და როდესაც რაღაც ისეთ წავაწყლებით, რაც არ ვიცით, ხელოვნური ინტელექტი ძალიან გვეხმარება, ასევე დაგეგმვაშიც ძალიან გვეხმარება, ვთქვათ, რა სად დავთესოთ, რის გვერდით დავთესოთ. ეს ყველაფერი გიმარტივებს საქმიანობას და აი დრო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ამას გიმცირებს რა. ასევე სოციალური მედია, აი ეს პუნქტი კიდე ძალიან ეს არის მნიშვნელოვანია. დღეს ყველაფერი მე მგონი სოციალურ ქსელში არის მოცული, ყველას გვაქვს smartphone-ები, ყველამ ვიცით რა ხდება და ჩვენი საქმიანობა უნდა დაუკავშიროთ ამ სოციალურ ქსელს. სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის. ეხლა მე პირადად გეტყვით, რომ თქვათ, ჩემი პროდუქტი გაყიდული მაქვს Facebook-ით და Instagram-ით. და აი ეს ნდობა ხალხის აქედან მოვიდა, მე ყოველდღე რო ვანახებდი, ვთქვათ, აი როგორ დავთესე, რა პრეპარატი გამოვიყენე, როგორ მიმდინარეობდა ჩემი მეურნეობა, აი ამ ნდობის შედეგად უკვე აქვთ ის, რომ ენდობიან ამ პროდუქტს და მენდობიან პირადად მე. და ძალიან დიდ როლს ასრულებს მოკლედ სოციალური მედია და აი ეს არ არის ისეთი რთული, რომ ვერ ისწავლოს ადამიანმა და ვფიქრობ, ყველას შეუძლია ამის გაკეთება. ასევე მონაცემებზე ვთქვით უკვე, რომ ყველა მონაცემი აუცილებლად უნდა შეიყვანოთ სისტემაში და შემდეგ ანალიზი ძალიან გამარტივდება. და მოკლედ დღეს ფერმერს არ ჭირდება ისეთი არაფერი, თავარია კონდეს smartphone-ი, კონდეს ინტერნეტი და ყველაფერი გამოგივათ მოკლედ, ვინც ამ მიმართულებით აპირებთ რომ რამე დაიწყოთ. ამაზე უკვე ვისაუბრე, ან მომხმარებელთან კომუნიკაცია გვაქვს, აი ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება გქონდეს მომხმარებელთან კომუნიკაცია და ისინიც უკავშირს გვიზიარებენ, აი ვინც ახლა ჩემი მომხმარებელია ჩემი პროდუქტის, ვთქვათ ეს 200 კაცი, უკავშირსაც გვიზიარებს, ვთქვათ იქ შეიძლება რაღაც არ მოეწონოს, რაღაცა მოეწონოს და აი ამის გათვალისწინებით უკვე ჩვენც ვიცით რა გავაკეთოთ, როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომები, ვთქვათ, როგორ ვასიამოვნოთ ჩვენს მომხმარებელს და ძალიან კარგი მეთოდია მოკლედ ეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ახლა გურიაში ვცხოვრობთ და აქ კადრების დეფიციტია, აი მაგალითად გასათოხნია რაღაც ნაკვეთი და უბრალოდ ვერ ვყოფნით რა, ხალხი არ არის, მე და ჩემი მეუღლე ამდენს ვერ ვაკეთებთ და აი ფიქრის და ძებნის შედეგად აღმოვაჩინეთ ვთქვათ აპლიკაცია, კიდევ საიტი, Workaway არის ესეთი საიტი. და ამ საიტის მეშვეობით დავრეგისტრირდით, განვათავსეთ ვთქვათ რას ვსაქმიანობდით, რაში გვჭირდებოდა დახმარება და ჩამოგვივიდნენ მოხალისეები. ეს გავაკეთეთ ჩარშან და ესე იგი ეს მოხალისეები ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან, ვისაც ვთქვათ საქართველოს ნახვა უნდა და ჩერდებიან ჩვენ ფერმაში და გვეხმარებიან ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს იქნება თოხნა, ეს იქნება ჩითილების გადარგვა, ნებისმიერი მოკლედ სამუშაო, რასაც შენ აკეთებ, ისინიც გვერდით გიდგანან და შენთან ერთად მუშაობენ სადღაც 5 საათი, 5 დღე და 2 დღე აქვთ დასვენება და აი მიდის ჩვენი მხრიდან ვთქვათ კულტურის გაზიარება, ცოდნის გაზიარება, ვთქვათ რა ცოდნაც ჩვენ გვაბადია, ისინიც გვიზიარებენ თავიანთ ცოდნებს, იმიტომ რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩამოდიან და მოკლედ აი ესე გადავჭერით აი ეს პრობლემა, რასაც ქვია კადრების პრობლემა, სამწუხაროა რომ ეს ხდება საქართველოში, მაგრამ ნუ რას ვიზავთ? იმედია ყველა დაბრუნდება ქვეყანაში და ისევ დაიწყებენ რაღაც აქ მუშაობას და ამ ქვეყნის რავი წინ წაწევას. და მოკლედ ეს მოხალისეები ძალიან გვეხმარებიან ამ ყველაფერში. შემიძლია გაგიზიაროთ ვთქვათ ეს მონაცემები როგორ გააკეთოთ, როგორ ნებისმიერ სიტუაცია შეგიძლიათ მომართოთ, დაგაკვალიანებთ, რითიც შემეძლება დაგეხმარებით და გაგიზიარებთ მოკლედ ჩემ მთელ ცოდნას და გამოცდილებას. მოხალისეებზე ვისაუბრეთ, ეხლა რაც შეეხება პროფესიულ განათლებას. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეხლა რომ დამაბრუნა წარსულში, არ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში, თქო. ძალიან ბევრი ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასე უნდა მოიქცეს. რა თქმა უნდა, ვიღაც სურს, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს და შემდეგ აირჩიოს პროფესია და ამ პროფესიას გაყვეს. მე დავკარგე ძალიან ბევრი ფული, დრო თან იმაში, რაც თქვათ არ მაინტერესებდა და მოკლედ ისე გამოვიდა, რომ რაღაც საწყისები ვისწავლე, მაგრამ აი არ ვისწავლე ის, რაც მჭირდებოდა. და ეხლა რომ უკან დამობრუნა, ან გავხდებოდი შეფი, კულინარიულ აკადემიაში ჩავაბარებდი, ან რაღაც მეც კოლეჯში ესე სწორ მიმართულებაზე გამოვიდოდი ან მებოსტნე, ან რაღაც აი კერამიკა მაგალითად ძალიან მომწონს კერამიკის გაკეთება, ეხლა შევისწავლე ეს საქმიანობა, ესეც ბაზისები და მაგალითად აი ამ კერამიკას ავირჩევდი და ამ კერამიკას გამოვიყენებდი როგორ თქვა იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება წარმემართა კარგად. რასაც ვაკვირდები, ეს პროფესიული განათლება არის ძალიან კარგი. ჯერ იძენ პრაქტიკას, არ არის ამდენი თეორია და აი პრაქტიკასთან ერთად თეორიაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არ გჭირდება რა ის აი მაგალითად უნივერსიტეტში გასწავლიან აგრონომიის რაღაც ბაზის შესავალს და არ გასწავლიან თქვა როგორ მოიყვანო კიტრი და მე მაინტერესებს როგორ მოვიყვანო კიტრი და ამას არავინ არ გეუბნება. და აი პროფესიულ განათლებაში გასწავლიან თქვა როგორ მომზადო მიწა, როგორ მოიყვანო კიტრი და შემდეგ როგორ გაყიდო, ხო? და აი ყოველთვის ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ჩემ შემთხვევაში, რომ ამერჩია ვთქვათ პროფესიული განათლება და არ დამეკარგა ამდენი დრო. ანუ ვიქნებოდი ნამდვილად შედეგზე ორიენტირებული და სწრაფად მივაღწევდი იმას, რის მიღწევაშიც დამჭირდა ამდენი დრო. დრო და ენერგია. თავარი არის კიდევ რომ ვიპოვოთ ჩვენი ნიშა, ანუ რა გვინდა რომ გავაკეთოთ, რაში ვგრძნობთ თავს ბედნიერად, რა გვეკომფორტულება,
რა შეგვიძლია და აი მე მაგალითად ფერმერობა რო დავიწყე, ვუყურებდი, ყველგან ვეძებდი ინფორმაციას რა, აი როგორ მომეყვანა ის, YouTube-ზე შევდიოდი და სხვა ფერმერებს ვუყურებდი, როგორ აკეთებდნენ საქმეს, შემდეგ რაღაც პატარა კურსები გავიარე და ის კურსები უფრო ინფორმატიული და სასარგებლო იყო ჩემთვის, ვიდრე თქვათ უნივერსიტეტში რაღაცა კონკრეტული. და აი ამ ყველაფერმა რაღაც დამიგროვა ის ცოდნა და გამოცდილება და ეხლა სწორედ აი ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ გავმართო ჩემი მეურნეობა სწორად. კიდე რა შემიძლია ვთქვა? იმეს რამე კითხვა ხო არ გაქვთ შემომეშველეთ, იმიტომ რომ ჩემთვის ცოტა პირველი გამოცდილებაა ესე რაღაცის გაზიარება და შეიძლება რაღაცები ამერიოს. იმიტომ თუ რამე კითხვა გაქვთ აქამდე რაც ვისაუბრე იმაზე, კითხეთ და იქნებ განმოვარցო კიდე თემა. თქვენი ხმა არ მესმის. არ გაქვთ არაფერი კითხვა? არ მესმის? არ გვაქვს შეკითხვა. სტუდია. ის გაზიარება შემიძლია კიდე. ეს მოკლედ სულ ეს არის, არ ვიცი რა დავამატო. თქვენ რა მიმართულებით გიდათ რომ ისწავლოთ თქვათ ამ კოლეჯში? სალომე, თქვენ სამომავლო გეგმებზე გვესაუბრე, უჩნდება შესაძლებლობა სამომავლო გეგმებზე, რომ გვესაუბრო, თქვენს პირად. სამომავლო გეგმები ზოგადად ძალიან დიდია, მაგრამ ყველაფერს ერთად ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან შრომატევადია ის საქმე, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ. და მომავალში გვინდა გავაკეთოთ, გადავიდეთ აგროტურიზმზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა. ეს მოთხოვნაც მოდის ისევ ჩემი ვთქვათ გამომწერებისგან, რომ აი გვინდა თქვენთან ჩამოსვლა, გვინდა თქვენთან გაჩერება და თქვენი ბოსტნეულის დაგემოვნება, დარჩენა მერე ამ ბოსტნეულის მომზადება და აი მე უბრალოდ არ მაქვს რესურსი, რომ ვთქვათ ტურისტი მივიღო, მაგრამ მომავალში ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფერს შევქმნით, ისევ ერთად, ჩემ მოხარებლებთან ერთად და მინდა რაღაც პატარა მასტერკლასებიც გავაკეთოთ, მინდა ბავშვების რაღაც პატარა ზონა გავაკეთოთ, სადაც პატარებს მოიყვანენ, მშობლებსაც არ შეეშინდებათ, რომ ეს პატარები შეჭამენ ბოსტნეულს პირდაპირ იქიდან, რა ქვია, ბოსტნიდან. რაღაც პატარა კონტაქტური ზოოპარკიც გაკეთებაცაც ვაპირებთ, რომ ბავშვებს თავიდანვე შევაყვაროთ ცხოველები, ჯანსაღი საკვები, ჯანსაღი გარემო და ვფიქრობ, რომ აი ეს მოდელი ძალიან გაამართლებს მომავალში. ხო, პრინციპში სულ ეს არის. გვინდა ავაშენოთ ეკომეგობრული სახლი ჩვენ ნაკვეთზე, ჩვენ გვაქვს სადღაც 15 ჰექტარი და აქედან ვითვისებთ ალბათ 5-ს. დანარჩენი დასამუშავებელია და იმედია მომავალში ამას დავამუშავებთ. კიდევ ერთი პრობლემა, რაც მქონდა, იყო, რაც გვაქვს ზოგადად ფერმერებს, ეს არის ბალახი. აი, როდესაც ბალახი იზრდება, ვერ ვასწრებთ მიწის დამუშავებას, რომ ისევ ეს ბალახი ამოდის და მერე ჭამს იმ ბოსტნეულს, რასაც თქვათ დავთესავთ და სულ გჭირდება, რომ გათოხნო და დააკულტივირო და როდესაც კადრები არ გყავს სოფელში, აი არავინ არ არის ისეთი თქვათ ბრიგადა, რომ ვინც ჩამოვა და გათოხნის ამ ყველაფერს, დაგეხმარება რაღაცაში, თუნდაც გადახდით ან დახმარებით უბრალოდ რომ დაგეხმაროს, აი ფიზიკურად ადამიანები არ არიან და ეხლა ჩვენ
შარშან მოვიგეთ გრანტი მწვანე გურიის და ჩამოყავს ახალი ტექნიკა ამერიკიდან, ეს არის მოტობლოკები თავისი კულტივატორებით, რომელიც როგორც რიგთა შორის, ასევე მწკრივთა შორის წკრივებშიც დააკულტივირებს, ან გათოხნის ამ ბოსტნეულს და მოაშორებს ბალახს. აი ეს ყველაფერი შეგვიმცირებს უკვე აი იმ დროს, რასაც ეს თოხნა ჭირდება და ეს ადამიანური რესურსი და ვფიქრობთ, აი ამას ვამბობდი, რომ აი ამ ტექნიკებზე გადასვლით მარტივდება ყველაფერი და ადამიანური შრომა, თან ესეთი ძლიერი რა, ფიზიკური შრომა არის მთელი დღე, ხა მზის ღულზე რომ მუშაობ და აკულტივირებ ამ ბოსტნეულს ძალიან მძიმეა და აი ეს ტექნიკა შეცვლის, ჩაანაცვლებს ადამიანურ რესურსს და თუ ამ ყველაფერმა გაამართლა, ძალიან ბევრი ფერმერი ვიცი, ვინც იგივე პრობლემით არის, იგივე პრობლემა აქვს და გავუზიარებთ როგორც ამ ცოდნას, შეუძლიათ ჩვენთან ჩამოვიდნენ, ნახოთ როგორ დავამუშავებთ ჩვენ ამ ტექნიკით მიწას და მოკლედ აი ეს ყველაფერი რა ცოდნებიც გვაქვს, შევძლებთ რომ გაუზიაროთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება. ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმები ამ ეტაპზე. ერთი შეკითხვაც მაქვს სალომე. ჩვენ სოციალურ გვერდზე ხომ არ გაგიჭირდათ გამომწერების, ანუ როგორ მოახერხეთ სოციალურ ქსელებში თქვენი ასე თქვას თავის პოვნა და გამომწერების მოგროვება და აი თქვენი პროდუქციის გაყიდვა. მარტივი იყო ეს თუ რთული და ჩვენ დამწყერ საზოგადოებას რომ უთხრათ საკუთარი ბიზნესის დაწყების შემთხვევაში როგორ მობილიზდნენ კონკრეტულად მაგ მიმართულებით, რა შეისწავლონ, რა დაგჭირდათ მაგისთვის, რომ ბევრი გამომწერი ყოლდეს და გაყიდვები გაგეუმჯობესები იყოს. გასაგებია. თავიდან, როდესაც გავაკეთე ეს Facebook-ი და Instagram-ი, ძალიან მწვენოდა ზოგადად ვიდეოს და პოსტის განთავსება და ყოველთვის თავიდან რაღაც აი ძალიან ცოტა რაღაცებს ვდებდი და მერე აი ეს კომპლექსები დავძლიე და მივხვდი რომ უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი და უბრალოდ ავიღე ტელეფონი და ის ყოველდღიურობა რაც მქონდა, გადავიღე, გავუზიარე და მერე დაველოდე შედეგს და ამ შედეგმაც არ დააყოვნა ძალიან როგორ არის იცი თან ეს ისტორია რო გაქვს რომ საერთოდ შეხება არ ქონია სოფელთან და ჩახვედი იმაში რა ქვია სოფელში დაიწყე სოფლის მეურნეობა მათთვის რაღაც გულთან ახლოს მივიდა და ძალიან ბევრმა დაგვიჭირა მხარი და მოკლედ მეც დავძლია ის კომპლექსები და უფრო მეტის გაზიარება დავიწყე, უფრო ესეთი კომუნიკაცია დავიწყე მათთან, გამოკითხვა დავიწყე, რომ აი თქვათ რა პროდუქტი გინდათ, რომელია თქვენთვის ესეთი ძირითადი პროდუქტი, თქვათ რა ბავშვებს რას თავაზობთ და იქიდან უკავშირიდან უკვე დავიწყეთ მოქმედება და მთავარია არც იმას არ აქვს თქვათ მნიშვნელობა როგორი ხარისხის ვიდეო იქნება ეს იქნება ultra HD თუ რაღაცა არ არის მნიშვნელობა მთავარია ჩანდეთ ხმა ისმოდეს და თქვენი სათქმელი თქვათ ეს არის ყველაზე მთავარი არ შეგრწყვეთ არაფრის ყველაფერი ყველას გამოვა თუ მოინდომებს ეხა იმას ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ყველაფერს მივახციეთ ძალიან დიდ შრომაში ვართ და ხანდახან არის მომენტები ვფიქრობ რომ აი მიღირს ნეტა ეს ყველაფერი ამათ და აი ამ განცდებში ვარ მოკლედ მეც და მაინც აი ამ ხალხისგან იმხელა სითბო სიყვარული და ენერგია შემოდის რომ მე არ შემიძლია ვთქვა არ შემიძლია გავჩერდე და არ შემიძლია დავანება ყველაფერს თავი უკან დასახევი გზაც არ არის და აი ის ყველა თქვათ განსაცდელი რაც მოდის ხოლმე რაღაც აი ამ ყველასთან ერთად ვძლევთ მოკლედ რა და რაღაც ძალა ერთობაშია ასე რომ ყველას დახმარებით სიკეთეებს გავაკეთებთ აი ამის მჯერა და მოკლედ არ მოგერიდოთ თუ რამე გაინტერესებთ და რაღაც ბიზნესის დაწყება გინდათ, აუცილებლად დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით.
ითხოვეთ დახმარებაც, ამაში არაფერი არ არის სასირცხვილო, ჩვენ დონაციაც გვქონდა, როდესაც ვთქვათ გრანტი, საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, 30% ჩვენი მხრიდან იყო დასადები და ვითხოვეთ დონაცია და ხალხი დაგვეხმარა ამაში და აი ესე ერთად მოკლედ ავაშენეთ ფერმა და ერთად ვემსახურებით კეთილ საქმეს და მოკლედ ერთად ვაკეთებთ ყველაფერს. გამარჯობა. გამარჯობა. იცი რა მაინტერესებს სოციალურ ქსელში როგორ მოგძებნოთ სახელი როგორ გაწერიათ? ჩვენ ვართ ფერმა ოდაში. Facebook-ზეც გვიპოვით, Instagram-ზეც გვიპოვით. აი, მადლობა დიდი. არაფრის. კიდევ რამე კითხვა ხომ არ გაქვთ? მინდა და კიდე ის აღმენიშნა, რომ აქ რო ჩამოვიდით, ადგილობრივები ძალიან დაგვიდგნენ მხარში და აი სადაც ხართ, იქაურებიც ძალიან დაგეხმარებიან მოკლედ საქმიანობაში რა. მგონია რომ რაღაც ქართველებმა ვიცით ერთმანეთის გატანა და ერთმანეთის ხელშეწყობა და მოკლედ არაფერია საშიში, ასე რომ თავია მოინდომოთ და ყველაფერი გამოგივათ რა. მე მგონი მე დავასრულე თუ შეიძლება რომ გითხრა. კაი კითხვა. აი რობი ერთი წამით უკაცრავად, აი რობი იკითხა, თუ შეიძლება რომ გითხრა, რა სირთულეები ახლავს ორგანული პროდუქტის მოყვანასო. სირთულეები ახლავს ზოგადად როგორც ორგანული, ისე არაორგანული ბოსტნეულის მოყვანას, მაგრამ ორგანული უფრო რთულია. როდესაც დიდ მასშტაბზე გაქვთ ორგანული ბოსტნეული, ძალიან ძნელია კონტროლი, ვთქვათ, მწერების, დაავადებების და რაღაცნაირად უნდა დაამენეჯმენტო ისე, რომ აი მეგობარი მცენარეები ერთად დათესო, გქონდეს აი ეს ბიოპრეპარატებთან წვდომა, რომ როცა დაინახავ რომ რაღაცა საფრთხეა, ეგრევე გამოიყენო, თუ დაგაინტერესებთ რომელს ხმარობთ, შემიძლია გაგიზიაროთ, რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთ და მოკლედ აი დიდ მასშტაბ, პატარა მასშტაბზე უფრო ესეთია მოგვარებადი რა, ვთქვათ, რამე დაავადება თუ გექნება ან მწერები, რაღაც უცებ იმოქმედებ და ეს დიდ ფართობზე მოყავს თან ორგანული, ცოტა ძნელია რა, ის ბალახი ჩქარა უნდა მოაშორო, სასუქიც ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ კომპოსტი, ვთქვათ, რაღაც ძლიერი ჩითილი გამოვიყვანოთ და შემდეგ ეს ძლიერი ჩითილი გადავდგოთ და შემდეგ აი ძლიერი ჩითილი არის გარანტი იმისა, რომ კარგი მოსავალი მოგივა. და ესეთ მიყვებით რეგენერაციული მეთოდებით გვინდა რომ წავიდეთ, რომ ნიადაგი არ გამოვფიტოთ, გვაქვს ასევე როტაცია, კულტურების ცვლა და ერთ ადგილზე ერთ კულტურას არ ვაჩერებთ დიდხანს და ეს გვაქვს მოკლედ თესლბრუნვა. და ეს ყველაფერი ამცირებს იმ რისკებს, რასაც ქვია დაავადებები, მწერები და ასე შემდეგ. ვცდილობთ მაქსიმალურად ესეთი ეკოსისტემა შევქმნათ ბუნებრივად და პრინციპში ეს არის სულ. თავია კონტროლი, სულ აკონტროლებდე და არ გაგეპაროს რამე ისეთი შეცდომა. რაღაც ერთიანი ორგანიზმი უნდა გახდეთ რა, შენ და შენი ბოსტანი და ყველაფერს მოევლება მერე. არაფრის. გამარჯობა. გამარჯობა. თუ შეიძლება რომ ჩამოვიდეთ და ექსკურსიის მაგვარი რაღაც მოვაწყოთ, რომ დაგვათვალიერებინოთ და მასტერ კლასები და ეს რაღაცები რომ გაგვაცნოთ, თუ შეიძლება ეს რაღაც. და ფასიანი იქნება თუ არა?
იცი რა არის, ამაზე არ დავფიქრებულ ვარ, აი თქვათ კოლეჯის სტუდენტები ან რომ იმეყო ან ვინმე ვისაც სურვილი ექნებოდა რომ ჩამოსულიყო, მაგრამ რატომაც არა, შეიძლება თუ მოგწერთ, შეიძლება დავგეგმოთ, რა თქმა უნდა უფასო იქნება თავიდან, თუ გავაკეთებთ ამ ყველაფერს და დიდი სიამოვნებით დაგათვალიერებინებთ და გაგიზიარებთ გამოცდილებას და არ იქნება არაფრის. და გამიხარდება. ჩვენ უცხოელი მოხალისეებიც გვყავს და ქართველებსაც ძალიან ქართულ მოხალისეებიც გამოჩნდნენ, ვინც სურვილი გამოთქვა, რომ ჩამოვა ჩვენთან ფერმაში და იმუშავებს და ამ მიმართულებითაც, აი ვისაც თქვათ, გინდათ რომ გქონდეთ აგროტურიზმი, თქვათ რაღაცა კოტეჯი გააკეთოთ, რა ქვია იმას, guest house-ი, აი ამ საქმიანობაში ძალიან დაგეხმარებიან მოხალისეები, მოკლედ. არ არის აუცილებელი იცოდეთ, ვთქვათ, ინგლისური, გერმანული რაღაცას ყოველთვის გააგებინებთ ერთმანეთს და არც ამან დაგაბრკოლოთ, მოკლედ ძალიან კარგი მეთოდია და თუ დაგჭირდებათ, გაგიზიარებთ აუცილებლად. არის კიდევ რამე კითხვა? არა. კარგით. თამარ. დიდი მადლობა. მადლობა პირიქით, იმედია რამე ინფორმაცია სასარგებლო მოგაწოდეთ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ლექცია იყო. იმედია თქვენს სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას ძალიან მოეწონა და დაინტერესდა. აღარაფერი იქნება. თუ შეკითხვები აღარ არის, შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენ შეხვედრა. დიდი მადლობა სალომე და წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი გეყოლებათ და ეხლა ჭირდება საქართველოს ზუსტად ის, რომ შევქმნათ დოლათი, ეს პროფესიები ავითვისოთ და გჭირდება, თქვათ, კარგი აგრონომები, გჭირდება კარგი მეღვინე, გჭირდება კარგი, არ ვიცი, მებოსტნე და ასე შემდეგ და წარმატებებს უსურვებ ყველას. მადლობა და იმედია კიდევ შევხვდებით. სხვა გარემოში ან იგივე გარემოში ან პირადად. მადლობა ნახვამდის. კარგად, აბა დაგემშვიდობებით.